მოგესალმებით, დიდი მადლობა გიორგი. პოლიციელები არიან დამსახურებული მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ჩვენ უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ხელფათის უზრუნველყოფა, რომელიც გეგმაზეც გიორგი მისაუბრა, თუმცა აუცილებელია ასევე სხვა კომპონენტები, ეს გეგმა, რომელიც არის ჩვენს მიერ შემუშავებული, ამ გეგმის შემუშავებაში იყვნენ ჩართული ექსპერტები ამის სფეროსი და ეს გეგმა შემუშავებული იქნა მათთან ერთად. რა არის ახლა ამ გეგმის შემდგომი მნიშვნელოვანი კომპონენტები? ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება არის ყველაზე პრობლემური ნაწილი და გამოძიება არის ის აქილევსის ქუცლი, რის გამოც დანაშაულის გახსნა არ ხდება და მრავალი დამნაშავე ჯერ კიდევ დადის დაუსჯელი ქუჩაში. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ კრიმინალური საქმეები, ამისთვის არის მნიშვნელოვანი მოდერნიზირებული ლაბორატორიები საგამოძიებო სამსახურისთვის და არის მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამოძიებაში. ხშირად ალბათ უსმენთ საჯარო განხილვებს გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო 2 თვე ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ის რომ ტექნოლოგიები არის პრობლემა და ლაბორატორიები რომელიც არის თანამედროვე და აღჭურვილი, ეს არის პრობლემა, ეს არის ფაქტი, ამიტომ მნიშვნელობა იქნება, დიდი ყურადღება იქნება ამაზე გამახვილებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დღეს ხშირად მანიპულირებენ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომ ეს სტატისტიკა, რომელიც არის აქ მოყვანილი, რომელიც არის ოფიციალური სტატისტიკაში ნაგასაქმეთა სამინისტროსი, ეს არის კითხვის ნისლის ქვეშ. და საუბარია, რომ 2017 წლიდან გაუმჯობესდა სტატისტიკა, ხდება მანიპულაცია ამ ყველაფრის, იმისთვის, რომ იცოდეთ დანაშაულის აღრიცხვა, რამდენად არის ევროპული სტანდარტით. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ეს სტატისტიკა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში და ამ სტატისტიკაში ხდებოდეს როგორც ევროპოლის მიერ ხდება აღწერა დანაშაულის სტატისტიკის და გახსნის მათ შორის ამ ტიპზე გადასვლა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეს არის მოსმენები, მოქალაქეების, აქ არ არის საუბარი კრიმინალების მოსმენებზე, აქ არის საუბარი იმ მოქალაქეების მოსმენებზე, რომელიც არ არის ამ შემთხვევაში კრიმინალი და საქართველოში ვიცით, რომ ტელეფონზე მოსმენა ხდება არამარზომიერად და ამის გამოძიება და დამტკიცება ძალიან რთულია, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსმენები მოქალაქეების არამარზომიერი უნდა შეჩერდეს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი გეგმის. და ბოლოს კიდევ ერთი თუ შეიძლება სლაიდზე რო გადავიდეთ, ეს არის უწყვეტი განათლების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, მათ ჰქონდეთ მაღალი კომპეტენცია. და ეს კომპეტენცია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში განათლება არის უწყვეტი პროცესი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს უწყვეტი განათლება მივცეთ პოლიციელებს, ეს არის არა მხოლოდ უმაღლესი განათლება, ეს არის მუდმივი ტრეინინგები, შესაბამისი კურსები და განათლებული პოლიციელი არის იმის გარანტია, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული კანონის ფარგლებში მაღალ კომპეტენტურ დონეზე მათ მიერ. და საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი დღეს მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის ნდობა საზოგადოებაში მაღალია, ძალიან დაბალია ნდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების. და ეს არის სისტემური პრობლემა და ეს არის პოლიტიკური პრობლემა. ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ნდობა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების და იმისთვის, რომ ხდებოდეს თქვენს მხრიდან გაკონტროლება და ზედამხედველობა ამ სამსახურის, ჩვენ გთავაზობთ საზოგადოების მაღალ ჩართულობის კომპონენტის შემოტანას საპოლიციო სამსახურში და მოქალაქე პოლიციელის როგორც ასეთი ჩამოყალიბებული ფორმით შეთავაზებას თქვენთვის, იმიტომ რომ არ იყოს პოლიცია ჩაკეტილი სამსახური და იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს რა ხდება ამ მიმართულებით და თქვენი ხმა და თქვენი მოსაზრება იყოს გათვალისწინებული ამ ყველაფერში. ეს არის ძალიან მოკლედ ის გეგმა, რაც შემუშავდა სტრატეგია აღმაშენებლის გუნდში, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ექსპერტული აზრი იქნა ამაში გამოყენებული. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ბევრად უფრო ვრცელ პროგრამაში უკვე გვექნება ამისი ასახვა, ჩვენ გვაქვს იმედი იმის, რომ თქვენთან ერთად 31 ოქტომბრიდან სტრატეგია აღმაშენებელი დაიწყებს ამ გეგმის განხორციელებას იმისთვის, რომ დასრულდეს ის მძიმე კრიმინოლოგიური ვითარება, რომელიც არის საქართველოში, დასრულდეს განცხადებები შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელსაც ევალება ის, რომ ასეთი ფონი ქვეყანაში არ იყოს და დამოკიდებულება, რომ კრიმინალი ხან გაიზრდება, ხან შემცირდება და იყოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საზოგადოების ჩართულობა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი იყოს უსაფრთხოდ და ჩვენ შევძლოთ დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება და გზა აღშენებლობისკენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით.